სააკაშვილი ხშირად მირეკავდა და გახშირებულად დაიწყო რეკვა თბილისის ბოტანიკურ ბაღზე, მე ბათუმიც მოაბა მაგას. ვერ გავიგე რა უნდოდა დიდხანს და მე ყახეთ კითხე რა გინდა მეთქი რომ გამაწვალა რამდენიმე ზარი ზედმეტად გააკეთა. გასხვისება უნდოდა ერთის თუ მეორის ვერ გავიგე რომელიც გასხვისება უნდოდა თუ რაღაც გეგმები ქონდა. მე უთხარი რომ ეს არის საერთო მოხმარების და არ შეიძლება ამაზე საუბარი და მე მაგ საუბარში არ შემოვალ. მე ნახე თანმიმდევრობით ვერ მოგიყვებით, მოკლედ კიდევ გადმორეკვა და შემდეგი ზარები და მითხრა ბოლო რა გინდა ერთ-ერთი აირჩიო, ერთი შენი იყოს, ერთი ჩვენი იყოს. რა უნდა იყოს ჩემი ან თქვენი რა უნდა იყოს? ნუ გინდა თბილისის აირჩი, გინდა ბათუმის. მე ვთქვი მაგას როგორ ვიკადრებ, რომ ბოტანიკური ბაღი გავითავისო. მე მეორე კუთხიდან მივუდგა, მოკლედ ახლა ბევრი ვარ გავაგრძელო მაგაზე, გადმომირეკა რომ ჩვენ გვინდა მაგის პრივატიზაცია და შენც თუ მიიღებ პრივატიზაციაში მონაწილეობას, მე ვთქვი მე არ მივიღებ, მაგრამ თუ შევხედე რომ უხეშად რაღაცას აკეთებთ რომ ამათ ფუნქცია შეიძლება დაკარგონ, ასეთ შემთხვევაში მივიღებ, ვიყიდი, მაგრამ იმ წუთშივე ისევ სახელმწიფოს დაუბრუნებ საჩუქრად. მეც საუბარი მე არ მქონია, მე ვაჭარაში ამბობდნენ ჭორად, რომ მას უნდოდა რეზიდენციის აშენება აქ რაღაც სახლების ჩადგმას აპირებდნენ და ესე შემდგომ მე საკმაოდ დიდი გავლენა მქონდა მაშინ მათ მთელ მთავრობას და პარლამენტსაც ახლა დასამალი აღარ სამდიჯერმე ითქვა მე ამას მალავდი რომ ვეხმარებოდი და მე მგონი რომ ეს პროცესი შევაჩერე. მე მითხე საჭარაშიც გამოვიდა გამოხმაურება რომ იქ რეზიდენციის აშენებას აპირებდა თვითონ და კონკრეტულად რაც შეეხება ამ ხეებს და ბუნებასთან დაკავშირებულ თემებს, როდესაც გაჭირებული ქვეყანაში თქვათ ესეთ ხარჯებს აკეთებ, მაინც მე ჩემს ხარდაჭერებზე და ხალხს ვისაც მე პატივისცემ და ვინც მე პატივისცემს, მათთვის განმარტებას კიდევ გავაკეთებ რომ მე ფუფუნებით არ ვცხოვრობ, ძვირფასეულობა ან ჩასაცმელი თქვათ ან სხვა რამ კომფორტი მე არ გამაჩნია ისეთი რომ თქვათ მომერიდოს, მე მაქვს ეს გადაცება არც ერთ შემთხვევაში თავისუფლებას არ მიცევ, რომ ამით ვინმე დავაზიანო. კითხვას მე ვეთანხმები, ვისაც გააჩნია, რომ შეიძლება გადაჭარბებული იყოს, რომ ამდენ თანხებს ვხარჯავ, თქვათ, ხების გადატანასა თუ დარგვასა თუ ჩამოტანას.